ძვირფასო თბილისელებო, სულ რამდენიმე დღე დარჩა საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე. 30 მაისს გადაწყდება ყველაფერი. ან ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ცვლილებებს, ან სათითაოდ მოგვიწევს კიდევ რამდენიმე წელი უსამართლობის მოთმენა. მე ბევრი რამის მადლიერი ვარ ცხოვრებაში, ჩემი ოჯახის, იმ შესაძლებლობების, რაც მომეწე. მე მქონდა პატივი, მე მსახურა ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის აფხაზეთში, როგორც ჯარისკაცს, როგორც დიპლომატს აგვისტოს ომის დროს. დღეს მე მინდა გემსახუროთ თქვენ, თბილისელებს. დრო არ ითმენს, დღეს ვხედავთ შეუსრულებელ დაპირებებს, ხელმიუწვდომელ ჯანდაცვას, სიღარიბეს და უმუშევრობას. დღეს ძალადობამ, შიშმა და ომმა მოქალაქე დაუცველი გახადა. ჩვენ ერთად შევცვლით ამ უსამართლობას და თბილისელებს დაუბრუნებთ მთავარს, ღირსებას. მოგმართავთ მამებისა და შვილების თაობას, დევნილებს, ყველა ეროვნების თბილისელს და განსაკუთრებით იმათ, ვინც წელს პირველად მიდის არჩევნებზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი თბილისი, როგორიც ახსოვთ ჩვენს მამებს და უნდათ რომ იყოს ჩვენ შვილებს. ხმა, რომელიც ცვლილებებს სჭირდება, ყოველი ჩვენთაგანია. მე ერთი ხმა მაქვს, ისევე როგორც თქვენ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულებს ის ძალა გვაქვს, რაც გაგვამარჯვებინებს უსამართლობაზე და მოგვიტანს ცვლილებებს. მე მწამს თითოეული მოქალაქის და მჯერა, რომ 30 მაისს ჩვენ ერთად შევცვლით თბილისს და შევცვლით საქართველოს.